Ერთდებით მარშიდან, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიძრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან, აქ დროდადრო არის შელაპარაკება და დაძაბულობა ხმაური ძირითადად პოლიციის მხრიდან. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები არ აძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ სრულყოფილად გაშალონ ბანერი. მე გიჩვენებთ კადრს, თუ რა ვითარება ახლა ადგილზე, ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია. ხედავთ, სწორედ ეს ბანერი აქვთ გაშლილი მოქალაქეებს, თუმცა როგორც გითხარით, პოლიციელები მათ არ აძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ გაშალონ ეს ბანერი სრულყოფილად და მეორე მხრივ განლაგდნენ რა რაოდენობითაც არიან წარმოდგენილები ამ საპროტესტო აქციაზე მაქსიმალურად გაიშალონ. აქციის მონაწილეები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ დაიძრნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან, ახლა მიემართებიან, მათი პირველი გაჩერება იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სადაც ისინი ცოტა ხანში შეუერთდებიან უკვე რესპუბლიკის მოედნიდან დაძრულ მოქალაქეებს და ეს ორი მარში უკვე ერთობლივი ძალებით ერთად დაიძრება ევროპის მოედნისკენ. ევროპის მოედანი სიმბოლურად დღეს, ევროპის დღეს, როგორც იცის ეს საზოგადოება მიქნება საბოლოოდ ამ მარშების თავშეყრის ადგილი. საბოლოო ჯამში 5 ლოკაციიდან ერთდროულად დაძრული მარშები, მეტნაკლებად ერთდროულად დაძრული მარშები შეერთდებიან სწორედ ევროპის მოედანზე. მე შევეცდები გავესაუბრო ახლა აქციის მონაწილეებს, კითხავ მათ რამდენიმე წუთის წინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობ. არ მოგცათ პოლიციამ იმის შესაძლებლობა, რომ განლაგდეთ მთელ ამ პერიმეტრზე და ბანერის გაშლის შესაძლებლობასაც სრულყოფილად არ გაძლევთ. რამდენიმე წუთის წინ აქ იყო დაძაბულობა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოკლედ ეს მარში მაინც გრძელდება. გითხარით, რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ესეც და რას აპირებთ? ვიცით, რომ პირველი გაჩერება მტკვრის მარცხენა სანაპირო იქნება. როგორც იცით, მარტო ერთ ზოლზე სიარულის უფლებაც გვაძლევდნენ, მაგრამ მაინც შევძელით და გავშალეთ ჩვენი ბანერი და მთლიანად ორ ზოლზე მივდივართ ახლა. არ გავჩერდებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი მიზანია ევროპაში შესვლა. დღეს როგორც იცით, მრავალი ადგილიდან იმართება მარშები და ჩვენ შემოგვიერთდებიან სხვა ტერიტორიებიდანაც და საბოლოო ჯამში ევროპის მოედანზე გავერთიანდებით და გვექნება მთლიანი აქციაზე. ბატონო, დიდი მადლობა. დღეს 9 მაისია, ევროპის დღეა. ეს არის დღე, როცა 75 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ევროპის კავშირს, ამიტომაც მოქალაქეები მთელი დედაქალაქის მასშტაბით ფაქტობრივად ქუჩაში გამოდიან. ერთი მხრივ სწორედ ევროპის დღის აღსანიშნავად, ხოლო მეორე მხრივ ეს იქნება და არის რეჟიმის წინააღმდეგ მთელი ამ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 163 დღიანი სამოქალაქო პროტესტის გაგრძელება. აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბრები. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. მინდა გითხოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ, თქვენთვის რას ნიშნავს ევროპა? უპირველესად რა კეთილდღეობებსა და სიკეთეს გულისხმობს ამ კავშირში გაწევრიანება? ჩემთვის ევროკავშირი არის ის ღირებულებები, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანი არის ფასეულობა სახელმწიფოში და არა ერთი ოლიგარქი, რომლის ქონების და ძალაუფლების დასაცავადაც დღეს ხედავთ, რას აკეთებს მილიცია. არა მარტო დღეს, უკვე ნოემბრიდან მოყოლებული. გაჩვენთვის ევროკავშირი არის ის ის ჯანდაცვა, ის სოციალური მხარდაჭერა, ის განათლება, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა. ბატონო, დიდი მადლობა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენთ, დაგიტოვებთ კადრს. დაახლოებით 10 წუთის წინ დაიძრნენ აქციის მონაწილეები, საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები, მარშით, მსვლელობით. ისინი პირველ რიგში შეჩერდებიან, როგორც გითხარით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც შეუერთდებიან რესპუბლიკის მოედნიდან დაძრულ მარშს. რესპუბლიკის მოედანზე საღამოს 5 საათიდან ძირითადად იკრიბებოდნენ პოლიტიკოსები ნაციონალური მოძრაობიდან, როგორც იცით, და ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები. 5-ვე მარში, რომელიც 5 სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრა და ეს ორი მარში, რომელიც შეერთდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საბოლოო ჯამში თავს, როგორც იცით, დაახლოებით 7 საათისთვის უკვე მოიყრის ევროპის მოედანზე. მადლობა დიდი.